პაბლო პიკასო დაიბადა 1881 წელს ესპანეთში, ქალაქ მალაგაში. მისი მამა იყო მხატვარი და ხელოვნების მასწავლებელი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა პიკასოს განვითარებაზე. ბავშვობიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული ნიჭი, რის გამოც ადრეულ ასაკში უკვე ქმნიდა რთულ ნახატებს და სწავლობდა პროფესიულ აკადემიაში. მოზარდობის შემდეგ გადავიდა პარიზში, რომელიც იმ დროისთვის ხელოვნების ცენტრად ითვლებოდა. პარიზში მან გაიცნო მრავალი ცნობილი მხატვარი და დაიწყო ექსპერიმენტები სხვადასხვა სტილში, რაც საბოლოოდ მის უნიკალურ ხედვად ჩამოყალიბდა და საფუძველი დაუდო მის მსოფლიო აღიარებას. ლურჯი პერიოდი არის პაბლო პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეტაპი. ამ დროს მის ნამუშევრებში დომინირებს ცივი ლურჯი და მწვანე ტონები, რომლებიც სევდას, მარტოობას და სოციალურ სიდუხჭირეს გამოხატავს. ეს პერიოდი დაიწყო მისი ახლო მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, რამაც ძლიერ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამ პერიოდში პიკასო ხშირად ხატავდა ღარიბებს, უსახლკაროებს, ბრმებსა და მარტოსულ ადამიანებს. მისი მიზანი არ იყო მხოლოდ რეალობის ასახვა, არამედ ადამიანური ტკივილის და ემოციური მდგომარეობის გადმოცემა, რაც ამ პერიოდს განსაკუთრებულად დრამატულს ხდის. პირველი, The Old Guitarist, ძველი გიტარისტი. ეს ნახატი ასახავს მოხუც მუსიკოსს, რომელიც მარტო ზის და გიტარას უკრავს. ფიგურა გამხდარია და თითქმის უსიცოცხლო, რაც სიღარიბესა და ფიზიკურ სისუსტეს უსვამს ხაზს. გიტარა თითქოს ერთადერთი კავშირია მის სამყაროსთან. ლურჯი ტონები ქმნის მძიმე და სევდიან ატმოსფეროს. ეს ნამუშევარი ხშირად განიხილება, როგორც ადამიანის მარტოობისა და სულიერი ტკივილის სიმბოლო. მეორე, La Vie, ცხოვრება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპოზიცია ლურჯი პერიოდიდან. ნახატში ჩანს წყვილი, ბავშვი და სხვადასხვა სიმბოლური ფიგურები, რომლებიც ცხოვრების ციკლს ასახავენ. ნამუშევარი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ფილოსოფიური რეფლექსია ცხოვრებაზე, სიყვარულზე და დაკარგვაზე. მისი მნიშვნელობა ბოლომდე ერთმნიშვნელოვანი არ არის, რაც მას უფრო ღრმას ხდის. მესამე, The Blind Man's Meal, ბრმა კაცის საჭმელი. ნახატში გამოსახულია ბრმა მამაკაცი, რომელიც საჭმელს ხელებით ეხება. მისი გარემო ცარიელი და ცივია, რაც იზოლაციის განცდას აძლიერებს. ეს ნამუშევარი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ადამიანის დაუცველობას და იმ რთულ პირობებს, რომელშიც ღარიბი ადამიანები ცხოვრობდნენ. მეოთხე, Woman with Folded Arms, ქალი გადაჯვარედინებული ხელებით. ეს ნახატი ასახავს ქალს, რომელიც ხელებგადაჯვარედინებული ზის და ჩაფიქრებულია. მისი გამომეტყველება ცივი და დისტანციურია. ნამუშევარი გამოხატავს მარტოობას და შინაგან ჩაკეტილობას. ფიგურის სიმკაცრე და ფერები ქმნის მძიმე ფსიქოლოგიურ განწყობას. მეხუთე, Portrait of a Young Man, ახალგაზრდა კაცის პორტრეტი. ეს არის ახალგაზრდა კაცის პორტრეტი, სადაც სახე გამხდარი და დაღლილია. ფერები თითქმის ერთ ტონშია შესრულებული, რაც სევდიან ეფექტს აძლიერებს. ნახატი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც იმედის დაკარგვის ან ცხოვრების სირთულეების სიმბოლო, მიუხედავად ახალგაზრდობისა. მეექვსე, The Soup, წვნიანი. ამ ნახატში ქალი და ბავშვი გამოსახულნი არიან ძალიან ღარიბ გარემოში. ქალი სუპს ასხამს, რაც ყოველდღიური გადარჩენის სიმბოლოა. ნამუშევარი აჩვენებს სიღარიბის რეალობას და დედობრივი მზრუნველობის მნიშვნელობას რთულ პირობებში. ვარდისფერი პერიოდი პაბლო პიკასოს შემოქმედებაში წარმოადგენს უფრო ნათელ და თბილ ეტაპს. ამ პერიოდში მისი ფერწერა იცვლება. ლურჯი, მძიმე ტონების ნაცვლად ჩნდება ვარდისფერი, ნარინჯისფერი და მიწისფერი ფერები. ეს ცვლილება დაკავშირებულია როგორც მის პირად ცხოვრებაში სტაბილურობის მომატებასთან, ასევე პარიზში მისი შემოქმედებითი გარემოს გაფართოებასთან. ამ პერიოდის მთავარი თემა არის ცირკის სამყარო, აკრობატები, არტისტები და ჯამბაზები, რომლებიც ხშირად სევდიანად და ჩაფიქრებულად არიან გამოსახული. მიუხედავად თბილი ფერებისა, ამ ნამუშევრებში მაინც იგრძნობა მარტოობა და შინაგანი სიჩუმე, რაც ამ პერიოდს განსაკუთრებულ ემოციურ სიღრმეს აძლევს. პირველი, Family of Saltimbanks, აკრობატების ოჯახი. ეს ნამუშევარი ასახავს ცირკის არტისტების ჯგუფს, რომლებიც თითქოს ერთად არიან, მაგრამ ერთმანეთთან ემოციურად დაშორებულნი. ფიგურები ერთმანეთის გვერდით დგანან, თუმცა არ ურთიერთობენ, რაც მარტოობის თემას უსვამს ხაზს. ფერები რბილია და თბილი, თუმცა კომპოზიცია ქმნის სიცარიელის განცდას. ეს ნამუშევარი აჩვენებს, რომ პიკასოსთვის ადამიანური განცდები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნული მოქმედება. მეორე, Boy with a Pipe, ბიჭი ჩიბუხით. ნახატში გამოსახულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხელში უჭირავს მილი. მისი სახე მშვიდია, მაგრამ ოდნავ სევდიანი, რაც შინაგან განცდებზე მიუთითებს. ფონის დეკორატიული ელემენტები და ყვავილები ქმნის სილამაზის შეგრძნებას, თუმცა ფიგურის გამომეტყველება ამ სიმშვიდეს არღვევს. აქ პიკასო აერთიანებს გარეგნულ სილამაზესა და შინაგან ემოციას. მესამე, Girl with a Goat, გოგონა თხასთან ერთად. ამ ნამუშევარში გოგონა და თხა გამოსახულია მარტივ და მშვიდ გარემოში. ფიგურები
ბუნებრივად და ჰარმონიულად არიან წარმოდგენილი, რაც სიმშვიდის განცდას ქმნის. თუმცა კომპოზიციაში მაინც იგრძნობა გარკვეული სევდა და ჩაკეტილობა. პიკასო აქაც ცდილობს ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გამოხატვას მარტივი სცენის მეშვეობით. 4. Acrobat and Young Harlequin. აკრობატი და ახალგაზრდა არლეკინი. ეს ნახატი ასახავს ორ ცირკის ფიგურას, აკრობატსა და ჰარლეკინს. მათი პოზები და გამომეტყველება ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც მათ შორის ფსიქოლოგიურ კონტრასტს ქმნის. ფერები რბილია, მაგრამ ფიგურები თითქოს საკუთარ სამყაროში არიან ჩაკეტილნი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პიკასოსთვის მთავარი იყო ემოციის გადმოცემა. 5. Seated Harlequin. ჯდომარე არლეკინი. აქ არლეკინი მარტო ზის და ჩაფიქრებულია. მისი პოზა და გამომეტყველება მიანიშნებს შინაგან სიჩუმესა და გარკვეულ სევდაზე. მიუხედავად თბილი ფერებისა, ფიგურა მაინც განცალკევებულია გარემოსგან. ეს ქმნის კონტრასტს ფერსა და ემოციას შორის, რაც პიკასოს სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. 6. Woman with a Fan. ქალი მარაოთი. ამ ნახატში ქალი გამოსახულია ელეგანტურად, მაგრამ მისი გამომეტყველება მშვიდი და ჩაფიქრებულია. იგი თითქოს საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული. ფერთა პალიტრა თბილია და ნაზი, თუმცა ემოციური ტონი მაინც სერიოზულია. პიკასო აქაც აჩვენებს, რომ გარეგნული სილამაზე არ გამორიცხავს შინაგან სირთულეს. კუბიზმი არის მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული ხელოვნების მიმართულება, რომელიც შექმნეს პაბლო პიკასომ და ჟორჟ ბრაკმა. ამ სტილის მთავარი იდეა არის, რომ ობიექტი შეიძლება ერთდროულად რამდენიმე კუთხიდან იყოს წარმოდგენილი, რის შედეგადაც იგი იშლება გეომეტრიულ ფორმებად და ხელახლა იკრიბება ერთ კომპოზიციაში. კუბიზმმა უარი თქვა ტრადიციულ პერსპექტივაზე და რეალისტურ გამოსახვაზე, რის გამოც ნამუშევრები ხშირად დამტვრეულად და რთულად აღსაქმელად გამოიყურება. კუბიზმი იყოფა ანალიტიკურ და სინთეზურ ეტაპებად. ანალიტიკური კუბიზმი უფრო რთული და დეტალურია, ხოლო სინთეზური უფრო მარტივი და კოლაჟის გამოყენებით გამოირჩევა. ამ მიმდინარეობამ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ხელოვნებაზე და გააფართოვა მისი საზღვრები, რადგან მხატვრებს მისცა თავისუფლება რეალობა საკუთარი ხედვით გადმოეცათ და ახალი ფორმებით ეცადათ სამყაროს აღქმა.